მარტივი გოლი გაუშვა, ეს კი მეორებით დარტყმაკარის მიმართულებით, რომელიც არაზუსტი იყო. მეორეზე მარტვილის მერანია 15 გულით, მესამეზე შტურმი თოსპურტზე კონტროლი დააწესოს. გუჯაბიძე შვენიერი ამოსვლა მასპინძლების მხრიდან, კესი საჯარიმოშია განელი, გუჯაბიძე დარტყმაკარის მიმართულებით! ავთანდილ გუჯაბიძემ რა გოლი შემოგთავაზა! კაპიტანმა დააწინაურა რუსთავი. ისთვის მეორე გოლი ამ სეზონში ნახეთ, კესიმ შვენიერი მოქმედებები შემოგთავაზა და გააშეშა ადგილზე თორნიკე მეგრელიშვილი ავთანდილ გუჯაბიძემ. განმეორებით კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ერთი შეხებით გამოზომილი დარტყმა, რომელიც კარის ცხრიანში მოხდა და შესაბამისად მეგრელიშვილმაც ვერ გადაარჩინა გუნდი. ეს იყო დარტყმა აუღებელთა კატეგორიიდან. თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ გუჯაბიძის ეს გასროლა. აი ასე ომახიანად იწყებს რუსთავი, სწრაფი გოლი ვიხილეთ, თანაც როგორი. ძალიან ლამაზი და ასევე ისეთი, რომ ორმაგად დაძაბული უნდა გახდეს ჩვენ ამბურთს. ასეც იქცევა რუსთაველთა მარჯვენა მცველი, კარგი პასი, სეიხასის ჩაწოდება. აქ კინაღამ ავტოგოლი ვიხილეთ. დაბნეულობა გადაცემა სეისმრიდან იყო ძალიან კარგი. ეს შეტევაც მშვენიერი დაორგანიზებული იყო მასპინძელთა მხრიდან. კუთხური. პირველი კუთხური რუსთაველთა სასარგებლოდ. თავის ზირთა შემადგენლობაში ესეც უნდა ვთქვა. უციას ჩაწოდება დარტყმაკარის მიმართულებით, თუ თამაშგარი არ არის ანგარიში, ძალიან მალე გათანაბრებულია და ამირან ზაგალია ზედიზედ მეოთხე მატჩი გავს. ბერიამ ნახოთ არანაირი თამაშგარი მდგომარეობა, ზაგანია არ იმყოფებოდა ოფსაიდში და ნახტომში თავური დარტყმით ერთ-ერთი დააფიქსირა ტაბლოზე. ბერუაშვილსაც დაკარგული ჰქონდა პოზიცია და ასე ახლო დისტანციიდან ძალიან გაუჭირდებოდა მას გუნდის გადარჩენა. რუსთავის ბედნიერება ხალმოკლი აღმოჩნდა, ყველაფერი იწყება თავიდან. ლიგა 1-ში როგორც გითხარით. რუსთავის შეტევა, კესი, რა კარგიც რომ მოძრაობა დარტყმაკარის მიმართულებით ასხლეტა და ამან გაუადვილა საქმე თორნიკე მეგრელიშვილს. გადაადგილების პრობლემა და პოზიციის შერჩევის დრო საკმარისი ჰქონდა. და შემდგომ დაკარგა. საერთოდ ანდღულაძე სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაში და კესი მიდის 3 იბერიელის წინააღმდეგ. საჯარიმოშია განელი, დაარტყა მეგრელიშვილი იგერიებს და შემდგომ ამოსვლაშმა გადააგდო ბურთი მოენის ფარგლებს გარეთ. მაქსიმალურად ეცადა რომ დრო მოეგო რათა თანაგუნდელებს ჩამოესწროთ, თუმცა ეს არ მოხერხდა, საბოლოოდ დაარტყა საკმაოდ ძლიერად და რაც თავარია რუსთავი დარჩება პოზიციურ შეტევაზე. გოლი გადიოდა რომ არა მეგრელიშვილის ეს უკვე კარგი პასია ყუდუშაურის მიმართულებით, ყუდუშაური საჯარიმოშია შეჩერდა. ნაკ ბერუაშვილი ყურადღებით მოქმედებდა. იგივე სცენარი გვაქვს რაც იყო ბედოშვილი დაარტყა და გადარჩა. გადარჩა ამჯერად რუსთავი ძალიან, თუმცა მიზანმა უმტყუნა ახლა იბერიას ნახევარმცველს. აი ეს მომენტი, როდესაც ანდღულაძემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ აქ ვარნაში იაკობიძეც დროული იყო. ოშტელიანი ვარნაშიც და იბერიას ეს შეტევა ვნახოთ, როგორი გამოვა ბედოშვილი. არაფერი. რუსთავის მთავარი მწვრთნელი აქ იბერიელების შეტევა გრძელდება დარტყმაკარის მიმართულებით ბერუაშვილი. ორი მოძრაობა დასჭირდა პაპუნას ბურთის ხელებში დასაფიქსირებლად. გემახსოვრებათ ის ეპიზოდი, პაპუნა ბერუაშვილი იყო იმ მომენტის გმირი ნამდვილად. ეს კი ზაგანიას თავური, როდესაც ბერუაშვილმა მოახერხა საბოლოო ჯამში ბურთგანმა იჩქაროს უახლოეს 15-20 წუთში ცვლილების გაკეთება აქ დარტყმაკარის მიმართულებით და კინაღამ გავიდა გოლი. ასლეთის შედეგად ხუდუშაურმა გუნდი თუ არ ვწდები გუჯაბიძეს შეეხო, არა, მე მგონი გუჯაბიძეს. განმეორებით უკეთ გამოჩნდება ან ფაცაციას. არა, ავთანდილ გუჯაბიძეს. ვინიცის იქნებ გოლსაც კი გადაარჩინა კაპიტანმა თავისი გუნდი. განმეორებით ეს მომენტი ის მიუხედავად რომ მეშახტესთან არ ქონდა კარგი შეხვედრა. კესი. სეიხასი, სელიმოვის ყვითელი ბარათი აქვს და აქ მიიღებს მეორეს. საუბრობდი პირველ ტაიმში, საუბრობდი ამ ყველაფერზე რომ განმეორებით ეს მომენტი უკნიდან საკმაოდ ძლიერად მიარტყა კესის უბიცკა უпроსორად ხელი და იყო მეორე ყვითელი ბარათი, რაც ავტომატურად გადაკვალიფიცირდა წითელ ბარათად.
ჩაწოდება საჯარიმოში სახიფათო იყო, თუმცა ჯინჯოლავა მოქმედებს ყურადღებით. 7 წუთი გახლავთ კომპენსირებულ დრო, საკმარისზე მეტი აქვს რუსთავს რომ მოიგოს ეს შეხვედრა. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა გარის მიმართულები და გაიტანა იაკობიძემ. ირაკლი იაკობიძემ კიდევ ერთხელ მოახერხა ამ სტადიონზე თავის გამოჩენა. ესეც ასე ვთქვი მე რომ რუსთავს ეკნებოდა მეორე სართულზე უპირატესობა და იყო ახლა ეს თავური იყო მშვენიერი. აუღებელი დარტყმა ადგილზე გაშეშებული თორნიკე მეგრელიშვილი. გამოიყენა თავის სიმაღლე აჯობა ზოურის და შედეგად რუსთავი ძალიან ახლოს არის სამ ქულასთან. და დასრულდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გუჯაბიძისა და იაკობიძის გოლებით რუსთავმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა